დაბრუნდით ეთერშია ღამის კომუნიკატორი ჩვენი სტუმარია ირაკლი მეტრეველი ადამიანი რომელიც აპირებს გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ერთი ასევე საინტერესო ადამიანის შესახებ რომელსაც ქვია გორანი. სალამი. გამარჯობა. გორანის შესახებ ჩვენ მქონდა ერთ სიუჟეტი დაში მოგვიმზადა ეს არის ადამიანი მაყურებელს შევახსენებ რომელიც აკლიმით მოძრაობს ამ აკლიმის ხილის საშუალება თბილისელებსაც ჰქონდათ რამდენიმე ინციდენტიც იყო და ამჟამად ეს ადამიანი წითელ ხიდთან არის დაბანაკებული. დავიწყოთ თქვა დოკუმენტური ფილმით გითხავთ ჯერ ამ პროექტის შესახებ რატომ დაგაინტერესათ ამ ადამიანმა რა იყო თქვა თქვენი ინტერესი და როგორ გაიცანით როგორ მოხდა თქვა კონტაქტის დამყარება თავიდან ეს ადამიანი გავიცანი იპოდრომზე დაახლოებით 3 წლის წინ და მგონი კარგი ურთიერთობა ჩამოგვეყალიბდა მეგობრული და მას შემდეგ გავიდა 1-2-3 წელიწადი და აღარც მინახავს ნუ გაიყო რა რაღაც ქსები ასე ვთქვათ. მე წელს ჩემმა მეგობარმა მითხრა მისი მდებარეობის შესახებ, იგი რომ გადავიდა წითელ ხიდთან და ჩავედი ნახე ნუ ამდენი ხნის შემდგომ და იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე, მისი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იყო, აღმოჩნდა რეალურად, ვიდრე ნუ მე ვიცოდი და წარმომედგინა. თურმე ამ დროის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში რაც არ მინახავს, მას მცდელობა ჰქონდა გადასულიყო რუსეთში, იმიტომ რომ ნუ იმედი ჰქონდა რომ თავისი აკლემისთვის მეორე ნახევარს იპოვიდა, ასე ვთქვათ. მაგრამ სამწუხაროდ რუსეთიდან მიიღო ასეთი წერილი, რომ იმიტომ რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ბაქტერიები მას არ შეუშვებენ რუსეთის ტერიტორიაზე, ამ ცხოველი გადაიტანს ამ ბაქტერიას აბსურდი, სრული. ნუ არ უნდათ შეშვება. ნუ ამ დროის განმავლობაში სანამ ეს საზღვარზე იყო დაბლოკილი, ასე ვთქვათ, მას საშუალება რესურსი რაც ჰქონდა, ანუ თანხა, რითიც აარსებო თანხა ამოეწურა. ნუ მე გადაწყვიტა მეორე მხრიდან წასულიყო, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის გავლით, ან აზერბაიჯანში და იქაც აღარ იქაც იმის პრობლემა არის რომ ნუ ვიზის და ამავდროულად თან უკვე მთელი რესურსი ამოეწურა ასე ვთქვათ ფინანსური საარსებო მოქალაქეობა რუსია საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს შვეიცარიის მოქალაქეობა აქვს და ვთქვათ თუ ამყარებს კონტექსტს ვთქვათ შვეიცარია თავის სამშობლოსთან და თუ ეხმარებიან არანაირ დახმარებას არ უწევს თავისი სამშობლო, არც თავის რამოდენიმეჯერ მან მიმართა იმას რა ქვია, ემბასი როგორ საელჩოს და ნუ იქაც გამოუშვეს არანაირ დახმარების გარეშე. მე აქაც ნუ ზოოპარკთან ქონდა ურთიერთობა, რომ დახმარებოდა რამენაირად, მაგრამ მოგეხსენებათ ზოოპარკის ამბავი ამ წინაწლის. ცნობილი ამბების შემდეგ ხო ვერ მოხერხდა. ნუ იქიდან გამომდინარეც ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი დახმარება, რომ იქნებ რამე ტერიტორია გამოეყოთ მისთვის, რომ ეს თავისი აკლემი და თან საქართველოში არ არის აკლემის სპეციალისტი, ასე ვთქვათ რა, ადრე იყო სხვა სპეციფიკა აქვს და ნუ დიდი გამოცდილება აქვს ამ კაცს ამ ცხოველებთან ურთიერთობა. რა შეგვიძლია რეალურად ვთქვათ ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში ბოლო სტუმარია. ყველაფერს თავი დაანებო. ნუ რეალურად ეხა სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ კაცს სადაც ეხა ეს ცხოვრობს, ძალიან რთული პირობები აქვს. მეზობლები, აი გუშინ დამირეკა, მეზობლებმა მოპარეს რაღაცეები, ნუ ისედაც ძალიან გაჭირვებაში ცხოვრობს, ზევიდან კიდე პარავენ. ნუ ერთადერთი ვარიანტია, რომ ამ ჩვენ როგორც ქართველებმა სტუმართ მოყვარე ხალხმა რაღაც იქნება რაღაც ადგილი მოუნახოთ, ან მიტოვებული ფერმა კონდეს ვინმეს, რომელიც დაცული იქნება, უბრალოდ რომ ეს კაცი გაჩერდეს, ამ თავისი ბევრი ცხოველი ყავს რა. სანამ თქვათ ამ იურიდიულ საკითხებს არ მაგვარებს. ეხლა რაც შეეხება ფილმს, გადავიდეთ დოკუმენტურ ფილმზე, იღებ დოკუმენტურ ფილმს. რა არის შენი მიზეზი და სადაპირებ თქვათ შენ? მიზეზი პირველ რიგში ანუ იდეა საიდანაც გაჩნდა, ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანი ეგეთი უკიდურეს აი მდგომარეობაში არის, ანუ
აი არაფრის ანუ ჩვეულები ან დანარჩენ ადამიანებს ძალიან ცუდი ან დეპრესია ემართებათ ან რაღაც ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან ან რაღაც 1000 მაგალითი შეგვიძლია მოვუყანო და ეს ესეთი პიროვნებაა რომ აქეთ პირიქით ისეთი სიცოცხლის უნარიანი რაღაც შინაგანად ძლიერი ძალიან ძლიერი და უნიკალური თვისებების მატარებელია ასევე ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს დაგროვილი ამ მთელი ცხოვრების განმავლობაში რა ნუ თავის ბოშას ეძახის და ბოშას როგორც ანუ რაღაც სისხლით კი არა როგორც აი ცხოვრების წესი რა ნუ გზა აქვს არჩეული ანუ იმიტომ არა გარეთ იმიტომ არ დადეს ამ აკლემით და იმითი რომ უბრალოდ მისი არჩევანია და ნუ აი მიუხედავად იმისა რომ ესეთ გაჭირვებაში არის ადამიანი და ესეთ მძიმე სიტუაციაში და ყველა მხრიდან წნეხი აქვს იქ საზღვარზე არ უშვებენ მაინც როგორ ინარჩუნებს თავის ადამიანურ და სწორ დამოკიდებულებას ბევრი საკითხის მიმართ თუნდაც ძალიან ხო იშვიათად ხდება ხო იშვიათად ხდება იმიტომ რომ შესაძ მძიმე სიტუაციაში ადამიანი შეიძლება რაღაცაზე ისთუნება არსებობს ბოლოს ხო რო განსას გადაუხო დოკუმენტური ფილმი რა სტადიაშია გადაღების რო გითხრათ და აი შემდეგ რას აპირებს ამ დოკუმენტური ფილმის ფესტივალზე წაღებას თუ აი რა ცხოვრება იქნება ეს დოკუმენტური ფილმი ეხა დავიწყე გადაღება დაახლოებით 6 თვის წინ და მინდოდა კინოცენტრში შემეტანა რომ პროექტის სახით და ნუ შევიტანე ნუ ეხა შემდეგ განმეორებით ეტაპს ველოდები იმიტომ რაღაც უფრო მგონია რომ უფრო დიდი ის უნდა ერთი 15 წუთიანი ნაწილი შევიტანო რომ უფრო გასაგები გახდეს რომ ნუ თანამშრომლობა რაღაც სტიმულის მისაცემათაც მინდოდა რომ რაღაც ამთან ამ დროის განმავლობაში ძალიან ესეთ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მიტოვებულად არ ეგზნო თავი. არ ვიცი. ის არაფერი. ნუ თან კიდე რისი თქმა მინდა რომ ძალიან საინტერესო თვითონ პიროვნება არის თავისი დამოკიდებულებით ბევრი საკითხის მიმართ, ანუ შეხედულებები როგორ ფილოსოფიური დამოკიდებულება დავარქვათ თუ ცხოვრებისეული. კიდე ასწავლის იმაში, რა ქვია, CCA-ში რაც ძალიან საინტერესო ფაქტი არის, ჩემთვის ანუ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თვითონ ფილმისთვისაც როგორც თვლი ძალიან საინტერესო იქნება რაღაც ესეთი პერსონაჟი, რომელიც საერთოდ იმაში არის რა. აი არაფერში არ ცხოვრობს, არანაირი. ფილმში ხო აპირებთ თქვა ამ ლექციების ინტეგრირებას, ამ პროცესების ჩვენებას, თქვა როგორ ასწავლის, კი, მაგრამ იცით როგორ ჩადიან ხოლმე და კი, პირველი ლექცია ქონდა მასთან, სადაც ეხლა ცხოვრობს, წითელ ხითან და სტუდენტები იყვნენ ჩასული და ადგილზე ხდებოდა. ნუ კითხულობს ძირითადად ეს ეს მოგზაურობის, ანუ ეს ნორმად ხალხი ვინც არიან რა. მომთაბარე ხალხის კულტურას, ცხოვრების წესს. და კიდე ბევრი საინტერესო რაღაცაზე საუბრობს ეს ადამიანი. არ ვიცი, იმედია რომ კარგად გაგრძელდება მისი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველა მხრიდან რადგან დაბლოკილია და ისეთი ბედია, რომ ბედი აქვს უბრალოდ ამ ადამიანს, რომ ვიცი, თითქოს ძალიან ბევრ რაღაცას ცდილობს, მაგრამ რაღაც გადამწყვეტ მომენტში რაღაც ყველაფერი საწინააღმდეგოდ უტრიალდება რა. ვიმედოვნებ, რომ რაღაც გამოვა. ჩვენ ხედავთ ახლა ამ კადრებს ჩვენი დოკუმენტური ფილმიდან, ხო? ეს არის მისი ეზო, ასე ვთქვა და მისი სხვა ცხოველები წყავს, ხო? კი, ანუ არ არის მარტო აკლემი, თხები. ეს ზოგჯერ კომპიუტერი ჭირდება ხოლმე და ვისწრეს რა საინტერესოა. მიშველეთ ხალხო. ხო, ისაა რა. დავიჭერდი. აკრო, ხო რა. Okay.
არა, საკმაოდ უცნაური სიტუაცია, იმიტომ რომ ვერც იქეთ მიდის, ვერც აქეთ მოდის, იმიტომ რომ რაღაცა ბიუროკრატია და ქვეყანა ძალიან უცნაურია, ის თან შვეიცარიის მოქალაქეა და საკუთარი ქვეყანა რო არ აქვს ყურადღება, ესეც საკმაოდ უცნაურია. შვეიცარია რო არ იყოს და სხვა რაღაც ქვეყანა კიდე ხო, ნუ შვეიცარია როგორც ყველაზე ესეთი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია მივაწვდინოთ თქვა საზოგადოებას ხმა თქვა იმ ადამიანებს ვინც შეიძლება დაინტერესდეს ამ ადამიანის ბედით ბოლო სახელმწიფო სტრუქტურებს და რაღაცა შეგვიძლია მოვახერხოთ ხო დახმარების მხრივ და რაღაცა გზაზე დავაყენოთ ეს ადამიანი თქვენ კიდევ წარმატებას გისურვებთ დოკუმენტური ფილმის სრულყოფაში და დასრულებაში იგივე პროცენტში დიდი მადლობა რომ მოხვედით და თუ რამე სიახლე იქნება ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის და ამ ადამიანის შესახებ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ირაკლი მეტრეველი, ადამიანი, რომელიც გორანის, ფრანგი გორანის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ჩვენ